საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში ქართულ მედია ჯგუფს დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი GMG ჟურნალისტებს შორენა ბიჭიკაშვილს და სოსო მჭედლიშვილს გადაღების შეწყვეტას და ტერიტორიის დატოვებას თხოვდა. მას შემდეგ რაც მისი სიტყვები უპასუხოდ დატოვეს, გადამღები ჯგუფის მიმართ უკვე ფიზიკურად იძალადა. მიბრძანდით ხელს გიშლით მუშაობაში. არა გათუფლება და მე გეტყვით. ვიცით რომ აღდგომა ახლოვდება, სრულყოფით პრობლემების გაშუქებასთან ერთად გვაინტერესებდა თქვა ახერხებენ თუ არა ახლობლების საფლავებზე გასვლას, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეც მოდის ხომ? აი ამ საკითხებზე ვაშუქებდით ჩვენ მუშაობდით მოგემზადებინა რეპორტაჟი, თუმცა როდესაც მოსახლეობას ვესაუბრებოდით, ერთ-ერთი როგორც შემდეგ გავიგე ადგილობრივი მოვიდა აგრესიულობით გამოირჩეოდა, ჯერ მიმართა ოპერატორს სოსო მჭედლიშვილს რომ შეეწყვიტა გადაღება თორემ ის დაამტვრევდა კამერას, აი ზუსტად ამ დაგვარი შინაარსისწყობით გადაამტვრევდა კამერას, შემდეგ ჩვენ იგნორი გავუკეთეთ სრულად რომ აგვერიდებინა კონფლიქტი, თუმცა სხვა ადგილზე, როდესაც მივედით, იმ სხვა ადგილზეც სოფლის სხვა ნაწილშიც მოვიდა, იქაც გვიკრძალავდა გადაღებას, შეგვეწყვიტა ხელს გვიშლიდა პროფესიულ საქმიანობაში, იქვე მდებარეობს რუსული ბაზაც, სადაც ნუიღებთ გვეუბნეოდა, რა თქმა უნდა ან ახლოს არ ვიყავით ამ ბაზასთან, მაგრამ კადრებს რომ ვიღებდით, ჩანდა იმ კადრებიდან და მიგვითითებდა არ გადაგვეღო და აგრესიული იყო. სიტყვის შეურაცხყოფას გვაყენებდა. ბოლოს, რადგან მე არ ვიცოდი ოპერატორი სოფლის კადრებსაც იღებდა ამ დროს, ჩემი საკუთარი ტელეფონით დავიწყე ამ ადამიანის გადაღება, რომ დამეფიქსირებინა როგორი აგრესიული იყო ჩვენს მიმართ. ამ დროს უფრო აგრესიული გახდა ეს ტელეფონით ხელი წართმევა სცადა ტელეფონი და ეს ხელი ტელეფონიანად დამარტყა ცხვირში. რა გადავიღო? აძვი რუსული ბაზის სიახლოვეს მდებარეობს. სწორედ ამიტომ ამ სოფლიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მშვიდობიან მოქალაქეებს ხშირად იტაცებენ და ცხინვალის საპატიმროში გადაჰყავთ. ასეთ ვითარებაში მედიის წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დამატებითი საფრთხეები ექმნებათ, მათ შორის ქართულ სოფლებში თავისუფლად გადაადგილების კუთხითაც. წლების განმავლობაში თუ ჩვენ საფრთხე გვექმნებოდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომ არ გავეტაცეთ, თქვათ, ესენი ხშირად გვიხშობდნენ აპარატურასაც ხომე ჩვენ სიხშირეს ახშობდნენ რომ არ გვემუშავა ჩვენი საქმიანობა, არ განგვეხორციელებინა, იყო საფრთხე გატაცების, ვიცით რომ არაერთი ჟურნალისტი და ადგილობრივი დაუკავებიათ ამ ადგილებში. ახლა გაჩნდა საფრთხე თვითონ სხვა ადამიანების მხრიდანაც, ვისგან არიან ესენი მართულები, არ ვიცი ნამდვილად. გამოდის ახლა რომ ჩვენ ვარ თავის დაცვის რეჟიმში გადასულები, ორმაგის საფრთხის წინაშე ვდგევართ და უფრო მეტად გვიწევს ძალისხმევა რომ დავიცვათ თავები ფიზიკურადაც. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. სოსო მჭედლიშვილი და შორენა ბიჭიკაშვილი ამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფებიან. ქართული მედია ჯგუფი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.